და ზედმეტ აჟიოტაჟს ნუღა შექმნით. ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი ლიდერი საღამომშვიდობისა. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, გამარჯობათ. საკმაოდ წვავე დაპირისპირება იყო და აქ არის ორი თემა, ერთი მხრივ სასამართლო და მეორე მხრივ რუსთავიორის საკითხი. თქვენ ჩამოყალიბებული გაქვთ მოლოდინები უზენაეს სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს რუსთავიორის საქმესთან დაკავშირებით. დღეს თქვენ აკრიტიკებდით მთლიანად სასამართლოს, მათ შორის უზენაეს სასამართლოსაც. ბუნებრივია ჩამოყალიბებული ნამდვილად არავინ არ არის ზუსტად იმის თქვა თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს უზენაესი სასამართლო რუსთავიორის საქმესთან დაკავშირებით. დღეს რთულია, მაგრამ ერთი რამ ძალიან ადვილია, რაც უკვე ცხადია, ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება სხვადასხვა მიმართულებით ზეწოლის თვალსაზრისით მოსამართლეებზე, რომ გამოიტანონ ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლების ანუ ივანიშვილის ინტერესებს მოემსახურება. რაც შეეხება დღევანდელ შემთხვევას, ბუნებრივია ხა რაც გავრცელდა რომ ორი უზენაეს სასამართლოს მოსამართლეს ხმალაღად საუბრობენ უკვე ზეწოლაზე პირველად საქართველოს ისტორიაში, მათ ამის შესახებ განაცხადეს. მას შემდეგ შესაძლებლობა არ არის, მათ შორის არც თქვენ როგორც ჟურნალის, არც ოპოზიციის არც წარმომადგენლს არ ქონია პირადად დაესვა კითხვა ქალბატონი გვენეტაძესთვის თუ რას ფიქრობს იგი აღნიშნულთან დაკავშირებით. აი დღეს მოგვეცა ამისი საშუალება, მაგრამ სამწუხაროდ როგორც მოსალოდნელი იყო, ასევე არანაირი პასუხი არ გაქვს არათუ ჩვენ, არამედ არც ერთ ჟურნალისტს, რომელიც შემდეგ დაედევნა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ქალბატონ გვენეტაძეს მან დატოვა პარლამენტის შენობა, ის რომ პასუხის ვისახაც არ ჩათვალა. დღეს თქვენ მოსამართლე ჩინჩალაძეზე გააკეთეთ განსაკუთრებული აქცენტი, რატომ მას ასეთი ყურადღება? მე მაინტერესებდა ქალბატონი გვენეტაძესგან რა პოზიცია აქვს. სამი რამ მაინტერესებდა ქალბატონი გვენეტაძესგან რა პოზიცია აქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, რომლებიც იძახიან, რომ მათზე ხორციელდება ზეწოლა, რომელიც დღემდე არ დაუფიქსირებია და არც ამიერიდან, ანუ მან არც ახლა განაცხადა. მეორე, თulis თუ არა იგი ქალბატონი გვენეტაძე, რომ ოპოზიცია ახორციელებს ზეწოლას, მოგეხსენებათ ეს ვერსია გაჟღერებული არის ხელისუფლების მხრიდან, ისინი ოპოზიციას არ დანაშაულებენ და მესამე, რა პოზიცია აქვს მის მოადგილესთან დაკავშირებით, მოსამართლე ჩინჩალაძესთან დაკავშირებით, რომელიც ამავე დროს გახლავთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც რეალურად მართავდა და მართავს პროცესებს სასამართლოში, არის გაგრძელება პროკურატურის საქმიანობისა, პროკურატურის უსიტყვოდ შემსრულებელია ბატონი ჩინჩალაძე დღეს სასამართლოში და ასეთი იყო. ანუ თქვენ ამბობთ, რომ სასამართლო სისტემაში დღეს ჩინჩალაძეა პირველი პირი? ერთ-ერთი მე მაინტერესებდა ეს ყველაფერი გამიგო ქალბატონი გვენეტაძესგან, მით უფრო იგი არის მოადგილე ქალბატონი გვენეტაძეს. ასე იყო წინა წლების განმავლობაში. დიახ, ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ სამართლიანი უსამართლო კრიტიკა იყო არ იყო წინა ხელისუფლების ასე ვთქვათ მიმართებაში, როდესაც საქმე ეხებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობას. თუ კი რაიმე პრობლემები იყო და იყო რა თქმა უნდა პრობლემები, როგორ არ იყო სასამართლოში ვერ გახორციელდა ის რეფორმები, რომელიც უნდა გახორციელებულიყო და პროკურატურის უსიტყვოდ შემსრულებელი ბევრი თანამდებობისპირი გახდათ წლების წინ სასამართლო სისტემაში და ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა ასეთი გახდათ ბატონი ჩინჩალაძე, რეალურად რომელიც მართავდა მაშინ თქვენი ეს სიტყვები დღევანდელ სტომაზე ბატონიკა, თქვენი ეს სიტყვები აღქმული იყო როგორც ერთგვარი აღიარება და სწორედ მინიშნებაც გააკეთეს, აი დაისვა შეკითხვა თქვენ ვინ ხართ და რაც ხართ, თუ ასეთი განცხადება იყო თქვენი ოპონენტის მხრიდან. ეს ანუ გარკვეულ მორალურ უფლებაზე მიგიქით თქვენმა ოპონენტს და არაერთი შემთხვევაში რომ 5 წელიწადია ხელისუფლებაში ქართული ოცნება და იგივე ადამიანს ეყნობა. მე მგონი ჩემსგან და ჩემ მეგობრებისგან არასოდეს არ გაგიგიათ ვინმეს ეთქვას რომ სასამართლო სისტემაში არ იყო პრობლემა, მაგრამ დღეს საუბრობთ სასამართლო სისტემაში არათუ პრობლემები მოგვარდა, გააღრმავდა და გახუთმაგდა და გაექსმაგდა ეს პრობლემები და რატომ იცით იგივე მოქმედი პირი და შემსრულებელნი არიან
არიან და ეს ადამიანები რეალურად როგორც ესტაფეტის ჯოხი ისე გადაიბარა ქართულმა ოცნებამ და დღეს ის ბატონი რომელიც მე დავასახელი და მაინტერესებდა ქალბატონის გვენეტაძეს პოზიცია მასთან მიმართებაში აგრძელებს რბილად ვთქვათ იგივე საქმიანობას სასამართლოში რასაც ჩაძახებს პროკურატურა იმას ამოძახებს ბატონი რომელიც თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს და მე ვფიქრობ რომ ვინ და არანაირი მორალური უფლება არ აქვს ქართული ოცნების არც ერთ ლიდერს და არც ერთ დეპუტატს ისაუბროს წინა წლებში გადაცდომებზე სასამართლო სისტემაში როდესაც 5 წლის განმავლობაში როდესაც ესენი არიან ხელისუფლებაში ხელის გულზე დებს ხარვეზი ხელის გულზე დებს პრობლემები ხელის გულზე ყავთ ის ადამიანები რომლებსაც ებრძოდნენ წლების წინ მაგრამ ეხლა გახდნენ ეს ადამიანები მისაღები მათთვის აი ეს მაინტერესებდა ქალბატონი გვენეტაძესთვის დამესვა კითხვა დავუსვი მაგრამ ნუ ბუნებრივია ბატონი გადა ბოლოს კითხავთ აი მე თავიდან შემთხვევით არ დამისვა გულახდილად კითხვაზე პასუხი გაეცა იქნებოდა დიდი სკანდალი რა თქმა უნდა აი მე ჩემი პირველი შეკითხვა შემთხვევით არ დამისვამს თქვენს მოლოდინთან დაკავშირებით რუსთავი ორის საქმესთან დაკავშირებით ანუ ის რომ თქვენ წინასწარ ვერ ამბობთ როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული რუსთავი ორის საქმეზე ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ ხელისუფლებას არ აქვს ის სრული კონტროლი სასამართლოში რომელსაც თქვენ ახსენებთ ნიშნავდა თუ არა რომელი ერთი მოსამართლე ჩამოვთვალოთ ხო ურთმელიძე ქალბატონი ნაზღაიძე კიდე რამდენიმე მოსამართლე რომელიც სხდომებზე არ გამოცხადდა და ძაღლის გასასეირნებლად წავიდა ნიშნავს ეს თუ არა რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია ხა ბუნებრივია ყველაფერი მიდიოდა და მიდის იქითკენ რომ რუსთავი ორი წაიყოს ივანიშვილის სახლში დიახ არც მეტი და არც ნაკლები არათუ ჩაახშოს უბრალოდ თავისუფალი სიტყვა რუსთავი ორის სახით როგორც ზვავი ტელევიზია არამედ სახლში წაიყოს და საზოგადოება იყო ძალიან აქტიური რუსთავი ორის ასე თქვა თელი ჟურნალისტთა კორპუსის მონაწილეობით თქვენი დახმარებით მათი კოლეგები და ძალიან სასიხარულო იყო ბევრი ადამიანის ხილვა გუში აქციაზე და იმ მოსამართლეების უკვე ხმამაღალი საუბარი რომელსაც დიდი სკანდალი მოყვა როდესაც მოსამართლეები აცხადებდნენ რომ ჩვენზე არის ზეწოლა აი ამ ყველაფერმა გადაარჩინა ის რომ დღეს კიდევ მიმდინარეობს ბრძოლა და ივანიშვილმა ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მიიყვანა და ვერც მიიყვანს მე მგონი გუშინდელი დღე ამის ნათელი დადასტურება იყო შეუძლებელი არის ივანიშვილმა ეხლა განახორციელოს ის ზაკრული გეგმა რომელიც მას ჰქონდა მისთვის ოპტიმალური დრო მან ხელიდან გაუშვა ეხლა აქვს უდიდესი დილემა ივანიშვილს იგი რა თქმა უნდა ათვისნობიერებს რომ დახურავს რუსთავი ორს ამ მეთოდით ზეწოლით და ძალისმიერი მეთოდით ეს იქნება დიდი პრობლემა მისი ხელისუფლებისთვის არ დახურავს რუსთავი ორს და თავისუფალი სიტყვა და მედია თავისუფლება ამ ქვეყანაში ამ ვითარებაში როდესაც ქვეყანაში არაფერი არ კეთდება გარდა იმისა რომ შავდება უბრალოდ ყველაფერი გაკეთებული ფუჭდება იქნება სერიოზული პრობლემა მომდევნო არჩევნებისთვის ივანიშვილის ხელისუფლებისთვის აი აქ ვერ გადაუწყვეტია ივანიშვილს როგორ მოიქცეს მაგრამ ეს არის დამსახურება საზოგადოების თითოეული იმ ადამიანის ვინც გუში გამოვიდა რუსთაველის გამზირზე და თითოეული იმ ადამიანის ვინც უკანასკნელი თვეების განმავლობაში იბრძოდა იმისათვის რომ ივანიშვილთან ბრძოლაში არ დამარცხებულიყო დიახ გმადლობთ პირდაპირ ჩართვისთვის ნიკა მელიამ უპასუხა ჩვენს შეკითხვებს დღევანდელი განაცემა კი ამით დასრულებულია ხვალ შევხვდებით ერთმანეთს დიდი მადლობა ყურადღებისთვის